მოდი დავიწყოთ დღევანდელი 9 აპრილით და შემდეგ უკვე გადავიდეთ 36 წლის წინ რაც მოხდა. დღეს ერთი ნაწილი იყო ხო რუსთაველის გამზირზე და მეორე ნაწილს თუ რაღაც ნაწილი იყო და სხვა ნაწილს ეუბნებოდა რომ აქ არ გაქვთ მოსვლის უფლება. თქვენ აი რა შთაბეჭდილება დაგჭათ დღევანდელ დღეს? ესენი არიან ვანდალები, ჩვეულებრივი, კლასიკური ვანდალები, მათ შორის ევროპული მოვლენაა ვანდალიზმი, ვანდალები ევროპელები იყვნენ, ბოლშევიკები ცალსახად, ის რაც ჩვენ ნახეთ არის სამარცხვინო, აბსოლუტურად. ამის ატანა აღარ შეიძლება, მე მინდა ოფიციალურად მიმართო საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლებას, რომ ეს უნდა აილაგმოს. ეს ბოროტება, რომელსაც ჩვენ ადგილი აქვს. მამუკა გიორგაძეს, რომელიც იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ორგანიზატორი და საერთოდ ეროვნული მოძრა მაშინ, როდესაც ეს სიცოცხლის საფრთხესთან იყო დაკავშირებული, აღარაფერს ვამბობ ოჯახის განადგურებასთან და გაუბედურებასთან. დღეს ეს ვანდალები არ უშვებდნენ იქ, სადაც თვითონ იდგა ჩემთან ერთად. მე გადაღებული მყავს იქ მამუკა ირაკლი ქადაგიშვილს მიყავდა იქ ამის მიტინგი, ხო? და ეს არა ესენი ეს ბოლშევიკები ესენი. აი ესენი იყო მაშინ ბატონო. პატა ბურჭულაძე მონაწილეობდა ხოლმე იმ აქციებში. პატა ბურჭულაძე იყო პარტკომი. პატა ბურჭულაძე არის კომუნისტი. არ იყო ხოლმე ამ სამარცხვინო კაცია პატა ბურჭულაძე არის პირადი მომღერალი ბანი იმის პუტინის რა და ეს არის ყველას და იდგა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე, გენერალ რადიონოვის თანამებრძოლი, გენერალ რადიონოვთან ერთად გვარბებდა ჩვენ. მამუკა ხაზარაძე, ამას ვამბობ სრული პასუხისგებლობით. და დღეს იქ იდგა რას ნიშნავთ? კომპარტიის წევრი ბურჭულაძე და კომპარტიის წევრი კომკავშირის დივანი ხაზარაძე. და მამუკა გიორგაძეს და იმის რა ქვია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს და იქ იმ მონაწილეებს, მასწავლებლებს იმ საწყალი თამრიკოსი პედაგოგი არ მიუშვეს იქა და რამოდენიმე ვინც მომწრე იყო ამ ამბის. ეს არის ბოლშევიზმი წმინდა წყლის. იმიტომ რომ პატრონებიც ბოლშევიკები ყავთ, ხო? დღეს ევროკავშირში, სათავეში ბიუროკრატია არის ბოლშევიკების ხელში. ანუ რა პატა ბურჭულაძე, ანუ 9 აპრილს რუსეთს ამართლებდა ბატონო? არა, 9 აპრილს რა შვებოდა პატა ბურჭულაძე მე არ ვიცი, მე ეგ თვალით არ მინახია, აქ მაგ დროს ეგ უკვე საქართველოში აღარ ცხოვრობდა, მე მგონი, ხო, მე მგონი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში იქ არასოდეს არ მინახია. ისევ როგორც ბადრი ჯაფარიძე არ მინახია იქ არასოდეს. და მამუკა ხაზარაძე კი ვიცი, სადაც იყო, არბევდა ეროვნულ მოძრაობას, კომკავშირის დივანი იმის ლენინის ორდენით და იმით რა ქვია წითელი დროშით ხელში. ბატონო ეგ ნამდვილად ვიცი.